მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ყველას მინდა მადლობა მოგიხადოთ თქვენი კომენტარებისთვის, არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ასევე თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო, ენერგიების გაცვლის თვალსაზრისით. ვისაც არ გამოგიწერიათ, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახვები აქვს სტუმრის სახით, ვინც შემოდის ჩემო ძვირფასებო. ნახოთ დღეს ასეთი გაშლა, ჩაიფიქრეთ პიროვნება, ორ ვარიანტზე გავაკეთოთ, შემოკარგებო ორ ვარიანტზე, პირველი და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ პიროვნება და გავიგოთ, რამდენად პიროვნება თქვენ რას გაჩვენებთ, მისი რა იმით სირგებს თქვენთან მიმართებაში, რა ნიღაბს სირგებს, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში და რეალურად როგორია მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. გავიგოთ, შემოკარგებოთ, გაინტერესებთ ეს თემა, მაშინ უყურეთ დარჩით ჩემთან ერთად. მაშინ ნახოთ პირველი ორ ვარიანტით გავაკეთოთ, პირველი და მეორე ვარიანტზე, მოკლედ გაშლა იქნება, არ ჩავუღრმავდები. თუ საჭირო იქნება დავამატებ არკანებს და მაშინ ნახოთ. პირველი კითხვა რა იმით ზირგებს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ თქვენს მიმართ. ანუ მისი ქცევა როგორია ზედაპირულად, ხო? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი რა იმით ზირგებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, მისი ზედაპირული დამოკიდებულება როგორია თქვენთან მიმართებაში. და მეორე კითხვა, რეალური შინაგანი დამოკიდებულება ამ პიროვნების, რეალური შინაგანი დამოკიდებულება ამ პიროვნების რეალურად შინაგანად რა იმალება მის შიგნით, ხო, შიქვეცნობიერში და მის შინაგან სამყაროში თქვენს მიმართ რა იმალება, პირველი და მეორე ვარიანტი. მაშ ასე ჩაიფიქრეთ ვარიანტი, შემოკარგებო, ჩაიფიქრეთ ვარიანტი და მე გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყოთ პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ. ნახოთ, შემოკარგებო, ეს არ არის აუცილებელი იყოს სასიყვარულო პარტნიორი. არ არის აუცილებელი რომ ჩაიფიქროთ სასიყვარულო პარტნიორი, ნებისმიერი პიროვნება, ვისთანაც გაქვთ კონტაქტი, შემოკარგებო. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი პიროვნება, ვისთანაც გაქვთ კონტაქტი, კავშირი, კომუნიკაცია ერთი სიტყვით. ნახოთ, პირველი ვარიანტი რა იმითს ირგებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში და ამოვიდა პენტაკლის რაინდი, ჩემო ძვირფასებო, პენტაკლის რაინდი. პიროვნება მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია თქვენთან ურთიერთობის დროს, თქვენთან კომუნიკაციის დროს. პიროვნება მატერიალისტია და შესაძლებელია მოგმართავდეთ ურთიერთობისას, კომუნიკაციისას იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი დაინტერესება აქვს ამ პიროვნებას, ან თქვენი მხრით, თქვენიდან აქვს რაღაც დაინტერესება, ან თქვენ გჭირდებათ მისი რაღაც დახმარება და ეს პიროვნება ყოველთვის მზად არის, რომ დაგეხმაროთ და იცით როგორი მომენტია, მიწერი პიროვნება ძირითადად მოქმედებს პენტაკლია მაინც და ვფიქრობ, რომ რაღაც მატერიალური დაინტერესება აქვს ამ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ პირველმა ვარიანტმა თქვენთან მიმართებაში. ზედაპირულად რომ ვთქვათ, პიროვნება ყოველთვის მზად არის თითქოს მოგისმინოთ, დახმარება გაგიწიოთ, როდესაც გჭირდებათ, შესაძლებელია რაღაც გინდოდეთ მისი მხრიდან, ხო, რაღაც დახმარება, ან რჩევა, ან რაღაც გვერდში დგომა, მზად არის ეს პიროვნება, რომ გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ, ოღონდ ამას აქვს ცოტა მატერიალური ხასიათის ინტერესი, ხო, რაღაც გამორჩენის მიზნით, როდესაც პიროვნება ცდილობს იყოს თქვენთან რაღაც სიახლოვეს, თუმცა, სიახლოვეს შეიძლება ახლო ურთიერთობა არ გქონდეთ პიროვნებასთან, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, როდესაც რაღაც პიროვნებას ან სჭირდება თქვენი დახმარება, კიდევ გავიმეორებ, ხო? ან რაღაც ასეთი გვერდში დგომა, აი მაგ შემთხვევაში მზად არის, რომ იყოს თქვენს გვერდით მოგისმინოთ, ან მოგცეთ, ვთქვათ, რჩევა, თუნდაც თუ თქვენ გჭირდებათ რაღაც მისი მხრიდან რაღაც პირველ ვარიანტში მისი დამოკიდებულება არის რაღაც მატერიალური ინტერესი. კეთილგანწყობილი სხვათა შორის. მე ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაც კეთილგანწყობილად ყოველ შემთხვევისთვის კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ და ყოველ შემთხვევაში ზედაპირულად ასე ჩანს, რომ პიროვნება მზად არის, რომ თქვენს გვერდით იყოს და რაღაც ერთი სიტყვით დახმარება გაგიწიოთ, ან
არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხზე იქნება, რა თემაზე იქნება, ერთი სიტყვით, მაგრამ მაინც იჩენს დისტანციას, იჭერს დისტანციას, ანუ ძალიან ახლო ურთიერთობა არ გაქვთ, არ აქვს ამ პიროვნებას თქვენთან. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ცდილობს ეს პიროვნება, რომ გამოხატოს რაღაც ინტერესი და გვერდში დგომა თქვენთან მიმართებაში ერთი სიტყვით. მოდი ვნახოთ მისი რეალური შინაგანი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ნახეთ, ჩემო კარგებო, პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, რეალურად გაჩვენებთ თავს, რომ არის მზად დაგეხმაროთ, რომ თქვენი გულისთვის რაღაც გააკეთოს, მაგრამ რეალურად ამ პიროვნებას მისი შინაგანი დამოკიდებულება რა იმალება მის შიგნით, ხო? რეალურად ეს პიროვნება ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაცნაირად იყოს გამარჯვებული ნებისმიერი ხერხით, ხო? ნებისმიერი ხერხით, თუნდაც ეს არ იყოს სამართლიანი მისი პოზიცია, ხო, არ იყოს თქვენთან მიმართებაში რაღაც სამართლიანი, ყოველ შემთხვევისთვის, როგორც უკვე ვთქვით, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ყოველ შემთხვევისთვის თქვენთან მიმართებაში ყოველთვის და ცდილობს, რომ მოიპოვოს უპირატესობა, ყოველთვის იყოს ერთი ნაბიჯით წინ, ყოველთვის იყოს გამარჯვებული, არერიდება ეს პიროვნება, არც ზურგს უკან ლაპარაკს, ტალახის სროლას, ხო? ოღონდაც თვითონ იყოს მომგებიან პოზიციაში. ანუ პიროვნებას რეალურად აქვს რაღაც მატერიალური დაინტერესება, ინტერესი იმის, რომ თვითონ იყოს უპირატეს მდგომარეობაში და უპირატეს პოზიციაში, ჩემს ძურფასებო, პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ. ამიტომ მე ეს არკანი იმას მიგანიშნებთ და იმას რაღაც განიშნებთ, რომ პიროვნებასთან იყავით ძალიან ყურადღებით, ძალიან მოზომილად დისტანცირებული და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ, რაც თქვენს მომავალს ეხება, რაც თქვენს სამომავლო გეგმებს ეხება, მასთან იყავით ძალიან ჩუმად, ფრთხილად და აი ერთი სიტყვით მისგან კარგს არ უნდა ელოდოთ, იმიტომ რომ შინაგანი დამოკიდებულება მას მტრული განწყობით და მტრული დამოკიდებულება აქვს შინაგანად, ჩემო ძვირფასებო. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მე გადავდებ პირველ ვარიანტს გვერდით და დავიწყებ მეორე ვარიანტით, ნახოთ მეორე ვარიანტმა, ვინც ჩაიფიქრა პიროვნების, როგორია მისი ამ ადამიანის იმიჯი, ანუ ზედაპირული თქვენთან მიმართებაში როგორია. Ну, ზედაპირულად ნახეთ, როგორი ეს პაჟი ამოვიდა თასის პაჟი. ეს პიროვნება კეთილგანწყობილია ზედაპირულად თქვენს მიმართ, ცდილობს რაღაც თქვენს გახარებას, რაღაც კომუნიკაბელურია, ცდილობს რაღაც გრძნობა გამოხატოს, შეიძლება ყურადღებაც გამოიჩინოს თქვენს მიმართ, ყოველთვის ცდილობს თქვენს დახმარებას რაღაცით გასიამოვნოთ და გვერდში დაგიდგეთ, ერთი სიტყვით საკმაოდ ესეთი ემოციურად ახლოს სურს რომ იყოთ ერთმანეთთან, თითქოს რაღაც გრძნობას გამოხატავს თქვენს მიმართ, ხო, ზედაპირული დამოკიდებულება, კომუნიკაბელურია, სასიამოვნოა, შესაძლებელია როგორც უკვე გითხარით, ცდილობს ყოველთვის რომ რაღაცით გასიამოვნოთ, რაღაცით გაგახაროთ, ან საჩუქარი, ან რაღაც დაგპატიჟოთ, ან რაღაც პატარა კომპლიმენტი გითხრათ, ხო, არ არის გამორიცხული, ერთი სიტყვით, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სურს შეინარჩუნოს თქვენთან, ყოველ შემთხვევაში ამას გაჩვენებთ თქვენ ამ ასეთ იმიჯს ძირგებს ეს პიროვნება, ვინც მეორებმა ჩაიფიქრეთ და ვნახოთ მისი რეალური შინაგანი დამოკიდებულება რა იმალება მის შიგნით. ოთხიანი პენტაკლი. ცოტა იცით როგორი პიროვნებაა ოთხიანი პენტაკლით. ახლა მე ვერ ვიტყვი რომ რაიმე მტრული განწყობა აქვს პიროვნებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პიროვნება რეალურად შესაძლოა რაღაც ეჭვებს შინაგანად აწუხებდეს რაღაც ეჭვები თქვენთან მიმართებაში, შესაძლოა არ იყოს ბოლომდე, არ გენდობოდეთ, ხო, ბოლომდე თავის გრძნობებსაც და თავის შინაგან ცდილობს რაღაცნაირად აკონტროლოს, შესაძლოა თქვენგან მალავს რეალურად თავის რაღაც კომპლექსებს, მიჯაჭვულობებს, შესაძლებელია პიროვნებას მაინც და მაინც, როგორ გითხრათ, მესაკუთრული დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ და არ არის გამორიცხული, რომ რეალურად იყოს მესაკუთრე პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ გაჩვენებთ, რომ გულღია პიროვნება, ხელგარშლილი, ვთქვათ, იჩენს ყურადღებას, რეალურად მისი შინაგანი ბუნება არის საკმაოდ ისეთი მომხვეჭელი, ჩემია მხოლოდ და აი
დიდად არ არის გახსნილი, ხო? არ არის გახსნილი მაინც და მაინც და არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა ნდობის ფაქტორიც აქ იყოს ისიც, რომ ბოლომდე არ ენდობა პიროვნება, არ გენდობათ პიროვნება ბოლომდე. თქვენს ქმედებებში, თქვენს ქცევებში რაღაც ეჭვის მარცვალი შეიძლება ღრღნიდეს შინაგანად და აწუხებდეს ეს აი შინაგანი ეჭვები და შინაგანი აი ეს მდგომარეობა დაძაბული, დაჭიმული, აი როგორ გითხრათ, იცით, როდესაც პიროვნება შინაგანად რაღაც აწუხებს, მაგრამ გარეგნულად ამას არ გამოხატავს და არ არაჩვენებს სხვას. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს ამას. მესაკუთრული პიროვნებაა. რეალურად შეიძლება ჩანდეს, რომ აი არ არის ხელგაშლილია, ვთქვათ, რეალურად ასე გაჩვენებთ თავს, რომ ხელგაშლილია, გულგახსნილია და რაღაცა, მაგრამ რეალურად ეს არის პიროვნება, რომელსაც სურს აკონტროლოს თავისი რესურსი, თავისი ერთი სიტყვით, თავისი ინტერესიდან გამომდინარე შემოძვირფასებო. ხო, ცოტა манипуляტორი პიროვნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ პიროვნებას დასჭირდა მოგაჩვენებს თავს ისე როგორც თქვენ გინდათ რომ დაინახოთ ეს პიროვნება, თუ თავის ინტერესებს ეწინააღმდეგება რაღაც, ჩაიკეტება ეს პიროვნება, ახლოს აღარ მიგიშვებთ და აი ესეთი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. ამ ცოტა манипуляტორი პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის რაღაც ცდილობს აკონტროლოს თავისი ქცევებით და თქვენი დამოკიდებულებაც თავის მიმართ. აი ესეთი იყო ეს მოკლე გაშლა, ძალიან მაინტერესებს. ვინ ჩაიფიქრეთ და ვისთან როგორ რეზონირდა, გამომეხმაურეთ, დამიტოვეთ კომენტარი, მადლობას მოგიხდით. მადლობა და ნახვამდის.